Მის კიდევ 8 პატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ესენი არიან თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, ზვია ცეცხლაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ვასილ კაძელაშვილი. მათგან 3 ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. 5 კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ეს საქმის პირველი არსებითი განხილვა მხარეების შესავალ სიტყვებს წარადგენენ. სხდომას ესწრებიან ბრალდებულები. ამ წუთებში სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ლიზი ვეკუა შემოგვიერთდება თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ლიზი, რა განცხადებები კეთდება მხარეების მხრიდან? თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა სინდისის 8 პატიმრის, ზვია ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გიორგაძის, ისლამ ალიევის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის სასამართლო პროცესზე შესვენება არის გამოცხადებული. შესვენება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა დააყენა შუამდგომლობა პროცესის ან გადადებაზე ან სასამართლო დარბაზის შესვლასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით იქ არ იყო იმის პირობები, რომ პროცესი გაგრძელებულიყო, ასევე გუჯა ავსაჯანიშვილმა ახსენა სწრაფი მართლმსაჯულების კანონის დარღვევაც. დღევანდელი პროცესი იქნება შემდეგნარი, უკვე იწყება საქმის არსებითი განხილვა და დღეს უნდა მოვისმინოთ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან შესავალი სიტყვებიც, თუმცა სანამ ეს შესავალი სიტყვები მოვისმინეთ, ვნახეთ, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებად წარადგინა ერთ-ერთი პოლიციელის სამედიცინო დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ თითქოს ეს პოლიციელი აქციების მიმდინარეობისას დაზიანდა და ამ 8 პირიდან მიაყენა რომელიმე მათგანმა მას ფიზიკური დაზიანება, თუმცა ეს ჯერჯერობით არ ვიცით და ეს მტკიცებულება მოსამართლემ დაურთო საქმეს. ჯერჯერობით, როგორც უკვე გითხარით, არ მოგვისმენია შესავალი სიტყვებით შესვენების გამოცხადების შემდეგ, სწორედაც რომ შესავალი სიტყვები უნდა მოვისმინოთ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდანაც. დაცვის ქვეშ ყოფი ერთ-ერთი, რომელსაც მე არ უცავ აცხადებს იმას, რომ ელექტროენერგია ურტყავს მას და ეუბნებიან, რომ ხელი აღარ დაადო მაგ ადგილს. ანუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და პროცესი უნდა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, პირველი ამ საფუძვლით დარბაზის შეცვლა მოვითხოვეთ, მეორე იმ საფუძვლით მოვითხოვეთ დარბაზის შეცვლა, რომ აღნიშნულ დარბაზში რამოდენიმე ხნის წინ ზუსტად ეს ადამიანები ცუდად გახდნენ უხაერობის გამო და ელემენტარული ადამიანები ვერ შემოდიან და თუ არ არის დარბაზის შესაძლებლობა, შესაძლებელია პროცესი გადაიდოს და მაშინ ჩატარდეს, რასაც შესაძლებელი იქნება. შესაბამისად, კუმულაციურად დღეს ხედავთ შესავალი სიტყვები არ დაწყებულა, რომ ირღვევა სწრაფი მართლმსაჯულება და ასევე ბრალდებულებს ადამიანურ პირობებში არ იძლევა შესაძლებლობა პროცესზე იყვნენ. რეჟიმის პატიმრების პროცესზე კვლავ ხალხმრავლობა აქ შეკრებილი არიან როგორც რეჟიმის პატიმრების მშობლები, ასევე მათი მეგობრები და ისინი აცხადებენ, რომ უსამართლო სასამართლოსგან არანაირ სამართალს არ ელოდებიან, თუმცა ამ სხდომებზე დადიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი მეგობარი და შვილები მოინახულონ. ამ ბიჭებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ზოგადად ეს ბიჭები გათავისუფლდნენ, ვინაიდან ისინი მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის და საქართველოს თავისუფლების ერთიანობისთვის იბრძვიან. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ არ დაინანოთ თავი, გამოდით ქუჩებში და იბრძოლეთ საქართველოს მომავლეს და იბრძოლეთ ამ ბიჭების, ვინაიდან მათი სიცოცხლე, მათი ცხოვრება იზღუდება და ისინი პატიმრობაში არიან, ზოგადად ჩვენი მომავლის გამო ისინი ჩვენთვის იბრძოდნენ და ჩვენც მათთვის უნდა ვიბრძოლოთ. იმედები ვიქონიოთ მოწმეების, იმედები ვიქონიოთ იმის, რომ მოსამართლეს ოდნავ მაინც გააჩნია მორალი და მეუბნება და გამოვშვით რეჟიმის პატიმრებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მოწმეს გამოვასწრო გარით, როცა ჩემი შვილის წინააღმდეგ რამეს იტყვის, მე დავტოვებ დარბაზს და გამოვალ გარეთ და დავხვდები მოწმეს და ვეტყვი იმ სიტყვებს, რაც ეკუთვნის, რომ უთხრას დედამ გააჩნია რა სიტყვის, რომ არასოდეს არ დავიწყდეს ჩემი ნათქვამი სიტყვები მას. ის სიტყვები, რა თქმა უნდა, მოფიქრებული მაქვს ხლა, რაც უნდა უთხრა და მოლოდინი არაფერი, ჩვეულებრივი ცირკი ჩატარდება. ეხლა უფრო რთულ ფაზაში გადადის, იმიტომ რომ სასამართლო პროცესი გადადის განხილვით სტადიაში და ანუ მოგვიწევს მარტო ამანამდე მარტო პროკურორებს და მოსამართლეებს თუ ვუყურებდი და იმის უაზრო რეპლიკებს და საუბრებს, ეხლა მოგვიწევს რომ მოწმეების მოსმენა. უსამართლო სასამართლოს მიმართ ეჭვები არ გქონია, დასაბუთებულად ვიცით
რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, აქამდე რა შოუ და მასკარადიც ჰქონდათ, დაახლოებით იგივეს გაგრძელება იქნება. მკვდარი სასამართლო და ნულოვანი ნდობა მურუსიჯე ჩინჩალაძის კლანური სასამართლოს მიმართ. შესაბამისად, უბრალოდ ჩვენ პროცესებზე მოვდივართ, ოჯახის წევრები რომ ვინახავთ, ანუ ჩვენ პატიმრებს ვნახულობთ და პატიმრებიც იმიტომ მოდიან, რომ თავიანთი ოჯახის წევრები ნახოთ. მართლმსაჯულების დადგენის არანაირი შანსი ასეთ სასამართლოში არ არსებობს. ჯერჯერობით არ ვიცით თუ როდის განახლდება სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი. ისიც არ ვიცით დღეს მოესწრება თუ არა მოწმეების დაკითხვა, როგორც უკვე გითხარით, ველოდებით ბრალდების მხარისა და ასევე დაცვის მხარის შესავალ სიტყვებს და მაყურებელს შევახსენებ, რომ სინდისის 8 პატიმარი არის დაპატიმრებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ასევე მისი ორგანიზებით ბრალდების არის დაკავებული 3 პირი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი და მათ ამ 3 პირს ედავებიან ჯგუფურ ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობის ორგანიზებას, რაც გულისხმობს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენი 5 პირი კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ისჯებიან.